ყველა მიცით რომ რუსთაველის გამზირს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მალე სრული 1 წელი გავა მას შემდეგ რაც ქართული საზოგადოება მე ხაზგასმით მინდა ვთქვა ქართული საზოგადოება და არა მისი რომელიმე ნაწილი მისი კარგი ნაწილი მისი ელიტური ნაწილი მისი ქართული ოცნების მოწინააღმდეგე ნაწილი არა ქართული საზოგადოება არის ქუჩაში ისინიც კი ვინც ქუჩაში არ გასულან ამ წუთას ხო როცა ყველაფერი დასრულდება ისინიც კი იტყვიან გაგიკვირდებათ და რომ ჩვენს გაგვივლია რუსთაველზე ჩვენს ვიყავით რუსთაველზე ჩვენს ესწრებოდით ამ საპროტესტო მოძრაობას განა არაო და ჩვენს ადამიანები რომლებიც მართლა დავდიოდით თუ დავდივართ დღემდე იგი არ ყოფილვარ დაახლოებით 1 კვირა ჩემი ავადმყოფობის გამო მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ვინც ყოველდღიურად დადის აქციებზე ჩვენს ერთგვარად თვალს დავხუჭავთ ხო ალბათ თვალს დავხუჭავთ სწორი სიტყვა და ჩვენს ვიტყვით კი როგორ არ დადიოდი შენ გვინახი ხარ ამ აქციაზე ეს იქნება ტყუილი მაგრამ ესე უნდა ვთქვათ იმიტომ რომ თუნდაც გვიან ადამიანები თუნდაც არ მყოფი ადამიანები რუსთაველის გამზირზე თუ ამ ფორმით ამ ფორმით შემოუერთდებიან ახალ სამომავლო საქართველოს ხო ოღონდ დანაშაული თუ არა აქვს ჩადენილი ცხადია იმათ გულისხმობ რომ მათი მიღება მათი შემოყვანა ჩვენ სივრცეში გარდაულა აუცილებელი იქნება ეს ყველაფერი ასაკურია დასრულდება არა რუსთაველის გამზირის პროტესტი არამედ ქართული ოცნება დასრულდება და რუსთაველის გამზირიც დაასრულებს რუსთაველის გამზირის პროტესტიც დაასრულებს ამ ხელისუფლებას მოკლედ 1 წელი გავა 28 ნოემბერს ხალხმა იხულა იცით თქვენ და ნოემბერში 2-3 დღე იყო დარჩენილი დეკემბერში იანვარში თებერვალში იმართებოდა ძალიან ხალხმრავალი აქციები მე მინავდა თითქოს შემცირდა პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა უნდა ვაღიაროთ მაგრამ 500 კაცი ყოველთვის გამოდის და ხანდახან ისევ აფეთქდება ხოლმე ისევ იხულებს ხოლმე ხალხი და იგეგმება მარში და იგეგმება რომელიმე კონკრეტულ თარიღთან მიმული დაკავშირებული აქცია 27 სექტემბერი მანამდე რაღაც თარიღი მე უკვე რაღაც 26 ოქტომბერი თქვა 26 ოქტომბერი და ასე შემდეგ 4 ოქტომბერიც იყო ხო ამ თვალსაზრისით 4 ოქტომბერი იყო ძალიან კარგი აქცია იმიტომ რომ მართლა ბევრი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში და ესე უთუოდ გამოვა სამომავლოდაც მომავალშიც რუსთაველის გამზირი ყველაზე უფრო მეტად აღიზიანებს de facto ხელისუფლებას იმიტომ რომ de facto ხელისუფლებამ რა არ მოიფიქრა სწორედ ამიტომ de facto ხელისუფლებამ რა არ მოიფიქრა რუსთაველის გამზირის ჩასაკლავად, აღმოსაფხრელად, დასასრულებლად. ჯერ თქვა რომ 5000 ლარიან ჯარიმებს გაკისრებთ, არ შეუშინდა ხალხი. არსებობენ ჩემს გარშემოც მათ შორის მოქალაქეები, რომლებსაც 1-5000 ლარიანი ჯარიმა კი არა აქვთ, ან 2. აქვთ 15 ან 17 ან 23 ან 50 5000 ლარიანი ჯარიმა ხო წარმოგიდგენიათ რამდენია, ხო? ხარი არ იხდიან. მე მიდიან ეს აღმასრულებლები ალბათ და აღრიცხავენ ყოველ აქტუალურია ჩემ კონტექსტში ახლა შეგაჩვენებთ ყოველ რაღაც ლიფტს თერმომეტრი ლარი წაიღეს თერმომეტრი რაღაცა შემთხვევაში გაჩვენებთ მაგალითად კომპიუტერი ხო კომპიუტერი რაღაც 1000 ლარი წაიღეს რაღაც 1001 ლარი და ასე შემდეგ და მე ჩამოვაწერენ და ჩამოვაწერე თავის სვეთადობაც ხო აქვს ეს კომპიუტერი აღარ ღირს 1000 ლარი ალბათ მაგრამ ხო ღირდა თავის დროზე მეტიც ღირდა მაგრამ მაინც და ასე შემდეგ თქვათ არის რაღაც 700 ლარი და ასე შემდეგ ესეც იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა რომ ეს კომპიუტერი ჩემია თუ ვერ მტკიცდება და ამის საბუთის იმართლა გიხართ ახლა არ ვიცი სადა არსებობს ამის საბუთი მაცივარი რომელიც ჩემგან ხელმარცხნივარი არსებობს იმის საბუთი ამ ტელეფონის საბუთი არსებობს აი ამ ტელეფონის რომელიც ახლა მე მიღებს ამის ამის საბუთიც არ არსებობს. მე მგონი არ არსებობს ხო შავის ინგას თუ აქვს. ტელევიზორი კიდევ რაღაც. ამასიათ ვიხუმრე. ეს ნახატი მაგალითად არის კარგად ჩანს თუ არა მოვატრიალებ. ეს ნახატი ერთიც და მეორეც არის ჩემი ძმის. მე ვაფასებ გოგიტა არ მიწყენს. მე ვაფასებ ამ ნახატს თითოს 10000 ლარად. ორივე შეუძლიათ წაიღონ, აი ნახეთ მეორე ნახატიც ავწიე. ორივე ის კიდევ უფრო ძვირფასია 15000 ლარად ვაფასებ იმას 25000 ლარად ვაფასებ ორივე ნახატს და იქაც გოგიტას ნახატებია ჩემისთვის და წაიღონ ესეც და გაადამიხადონ აქეთ თანხა და
500 ლარი რამდენი მაქვს მეორე ჯარიმა მაქვს ხო და ისა წაიღო და ამის გადამიხადონ ერთი ნახატი გამოისყიდის და მეორედ 15000 ლარი კიდე გადამიხადონ გავყიდი გოგი და არ მიწყენს რასაკვირველია მას მივცემ თანხას იმიტომ რომ მისია ნახატია საჩუქარია მისი მოკლედ ეს პროტესტი არ სრულდება და არც დასრულდება ვიდრე ქართული საზოგადოება არ მიაღწევს მიზანს ის არ დაუშინდება არც ამ ადმინისტრაციულ პატიმრობას ისიც თქვენ რომ მოქალაქეები წავიდნენ შეგნებულად წავიდნენ ამასთან პატიმრობაზე და 15 დღიანზე მაქსიმუმ 7-8 დღით ჩემი კოლეგები მწერლები პოეტები ექიმები კარგი ხალხი ერთმანეთზე უკეთესი ხალხი ერთმანეთზე პრინციპულები დღეს მითხეს სხვათა შორის რომ ერთი 20 გვარი არ მახსოვს იმ ახალგაზრდა მოქალაქისა კაცისა რომელიც არა მარტო 15 დღიან პატიმრობაზე წავიდა პირობითად რაღაც 7-8 დღე მოიხადა არამედ შეგნებულად გადაკეტა უკვე შემდგომაც რუსთაველის გამზირი და შესაბამისად მას ერთწლიანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება პირველი ვინც გამოვა სხვა პატიმრებთან ერთად ცხადია ვისთვისაც კარი გაიღება ციხისა ამ ხელისუფლების დასრულების და ეს ხელისუფლება დასრულდება რასაკვირველია შემდეგ იქნება სწორედ ეს პატიმარი და ნებისმიერი პატიმარი ვინც უკანონოდ არის დაპატიმრებული სამართლებრივი კანონით ამ მანდა ხელისუფლების მიერ მოფიქრებული თუმცა ეს უკანონო ხელისუფლება აქედან გამომდინარე სამართლებრივადაც რამდენად სწორია კიდევ გასარკვევი იქნება მაგრამ უსამართლო კანონით მიერ დაპატიმრებულები და ახალმა ხელისუფლებამ რომც ვერ მოასწროს რაღაცა პროცედურების თუ კანონების მიღება შეცვლა რაღაც ამნისტია ასე შემდეგ და რაღაცა ხო მალე ვერ შეგადადოს მიზეზთა გამო კოალიციურია იბჯეროს და ასე შემდეგ ხალხი პირდაპირ მნიშვნელობით მივა და გააღებს იმ საპატიმროების კარებს რომლებშიც პოლიტიკური ნიშნით პატიმრები არიან დაკავებულნი მეუგულისხმობ იმ ნოემბრის დეკემბრის იანვრის თებერვლის დროს დაპატიმრებულებს და უკვე სასჯელ მისჯილებს ასევე მზია ამაღლობელს ვიადრატიანს და ასე შემდეგ ასევე ახლახან დაპატიმრებულებს რომლებიც თუ 5 დღით 7 დღით ან 1 წლით მიდიან პატიმრობაში იმის გამო რომ იცავენ ამ ქვეყანას ამ აქციებს აქვს მოდი ხონერად დავსვავ კითხვას კი არის ხონერად ჩავავაყალიბებ წინადადებას ბიზინა ივანიშვილს როგორ გონია ხედველობის პრობლემა აქვს ხედველობის პრობლემა ბიზინა ივანიშვილს არ აქვს არ ვიცი ის აკარებს თუ არა სათვალეებს მაგრამ ხედველობის პრობლემა არ აქვს მას აქვს აღქმისა და გაცნობიერების პრობლემა ხო და აი ბატონ ივანიშვილს უნდა მიუმართო კი არა ბატონ ივანიშვილის გასაგონად უნდა ვთქვა რომ ამ აქციებს უკვე ხავს გმირები ან მოდი სხვაგვარად ვიტყვი თუ ეს მისამდენი სურათხატები და ეს ადამიანები ვინც წარმოადგენენ ვინც არიან სურათხატები ამ აქციებისა მეხსიერებიდან არის შლებიან ხო მათი კადრი ფოტოკადრი უმრავლეს შემთხვევაში ვიდეო კადრი ასევე არის უმნიშვნელოვანი გაივლის კიდევ 20 წელი და კედელთან რომ მიაყენებენ ბატონ ივანიშვილს და რაღაცებს რო გაიხსენებს ხო კარგი თუ ივანიშვილს არა ობახიძეს ასე მაგალითად თუმცა ის ვინც მიაყენეს იმ ლიტერატურულ ნაწარმოებში ის ობახიძე მაგმასშტაბის კაცი და ვერც ივანიშვილი ასაკვირველია არ იყო ვერ იქნება და არ იქნება მაგრამ კარგი ეს უბრალოდ რაღაც გამახსენდა და მოკლედ გაივლის რაღაც გარკვეული პერიოდი და ივანიშვილს როდესაც მოსთხოვენ პასუხს რაღაცებზე მათ შორის მოახკითხავენ ამგვარ რამეს შენ ეს ადამიანი გახსოვს აი ამ ადამიანმა რა გააკეთა და ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება გაიხსენოს კიდეც რომელიმე სურათხატი ამ აქციებისა მაგრამ კვლავ იმ მომენტში თითქოს რომ მე ვერ ხვდებიო რატო არისო ეს კაცი მნიშვნელოვანია მაგალითად ვერ იტყვის რომ მნიშვნელოვანი კაცია და მნიშვნელოვანი სურათხატია ამ აქციებისა ირაკლი ლომოური მე ამას ინერაც გამამახვილე მასზე ყურადღება ეს არის კაცი რომელიც საკუთარი სკამით დადის აქციებზე ვინც ერთხელ მაინც ყოფილა უთუოდ მიაქცევდა მას ყურადღებას მწერალი კაცია ასაკში შესული რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სკამი გაიტანა შუაგულ რუსთაველზე ანუ სავალს ავტომობილების სავალ ნაწილზე და დადგა უბრალოდ და დაჯდა მერე ამ სკამზე ასაკვირველი ეს არის ისტორიული კადრი რომელიც 20 წლის შემდეგ კი არა ჩვენ დინამიკაში ხო ყველაფერი ინახება ეს მე-19 საუკუნის კადრები არ ვიცით ჩვენ როგორი იყო თორე
ხო 21 საუკუნის კადრები ხო ყველაფერი გაციფრუებულია ეგრევე ავტომატურად ხო ამიტომ გადასწრება მრავალ საუკუნეს ეს კადრები გიბოდიშებთ ეს კაცი დარჩება სულად ხატად ამ აქციების ხო და ოღონდ ბიზნე ივანიშვილს გონია რომ სულად ხატია მაგალითად დავასახელო კულტურის მინისტრი ასე მაგალითად რომელიც არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა საკეთებს ეს კულტურის მინისტრია არ ვიცი საბოლოო ჯამში ის ქმნის ადამიანებს რომლებიც მასზე ან მასთან ერთად ბღერიან მილიონ ალიხროს იზაგნა დიახ ისინი მილიონ ვარტს ხედავენ საკუთარი ფანჯრებიდან ალისფერ ვარტს ხედავენ საკუთარი ფანჯრებიდან უბრალოდ მილიონ დოლარს ხედავენ ყოველ წუთას საკუთარი ფანჯრებიდან ანუ ფულს ხედავენ კორუფციას ხედავენ საკუთარ გამდიდრებას ხედავენ საკუთარ გაქსუებას ხედავენ და საკუთარ ასე ადამიანებად ყალიბდებიან რომლებიც ყლეფენ ამ ქვეყანას და ანგრევენ ამ ქვეყანას ეს არის ფაქტი და თუ ეს საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია ჩვენთვის უნდა შეფასდეს ისტორიკოსების მიერ და ცხადია შეფასდება ასე რომ ერთი აქეთ მხარეს იყვნენ პატრიოტები მირაკლი ლომოური და არა მხოლოდ და იქით მხარეს იყვნენ კორუმპირებულები რუსეთუმეები რუსეთისკენ საქართველოს წამყვანები პირები ხელისუფლებად წოდებული ბანდა რომელიც ანგრევდა ამ ქვეყანას და გაიმარჯვა ირაკლი ლომოურის საქართველო გაიმარჯვა იმ პროტესტის მონაწილეთა საქართველო რომლებიც აგერ ერთი წელია დგანან ქუჩაში ხო შუის ხარა შუაშია თითქოს მაგრამ ბორის ჯონსონი როა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ესეც გავაზიარე თუ არა და იმახსოვრე თუ არა არ მახსოვს სიმართლე გიხარ ჩაუწიოთ ხმას ხო აი ბორის ჯონსონი არჩევნების საქართველოში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარაო პუტინს აბრალებს და მარიონეტი კი ის არის სასურველი ივანიშვილი ბორის ჯონსონი ამბობს ანუ ეს კაცი პრემიერ-მინისტრი იყო ბრიტანეთისა და მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხსო ეს ძალიან საინტერესოა დღევანდელ კონტექსტში სხვათა შორის ბორის ჯონსონს კი არავინ ეკითხება და ცხადია არაფერ შუაში არ არის მაგრამ უახლოეს ხანებში ევროპული საბჭო იკრიბება და უახლოეს ხანებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირმა ზოგადად საქართველოს რა უყო და ეს ტარგეტირებული სანქციები უნდა შეეხოს თუ არა პრაქტიკულად ყველას ვინც ქართულ ოცნებაში არის და ქართულ ოცნებას ემსახურება და ასევე ოჯახის წევრებს ბორის ჯონსონს კი არ მოусპენენ ამით მას კი არ ვამბობ მაინც და მაინც მაგრამ ესეთი განცხადებები ხელს უწყობს სწორედაც რომ იმას რომ ქართული ოცნება ესე სისტემურად მოდი პერსონალურადაც ცხადია მაგრამ სისტემურადაც დაისაჯოს დავუბრუნდეთ ისევ აქციების თემას უნიშნულოვანესი აქციები იმართება და რა მნიშვნელობა აქვს 500 კაცი გამოდის 500 კაცი რომ თუ 750 თუ 1750 ხო თუ 5000 თუ 50000 ხო დიდი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ რომ ჩვენ ხალხმრავლობა გვჭირდება რომ ადამიანები არ დაჩაგროს ამ ხელისუფლებამ და არ წაიყვანოს ციხეში და არ დააჯარიბოს და რაღაც 15 დღით ან 7 დღით ან 1 წლით ან რაღაც 8 თვით არ გაუშვას საპატიმროში, ამიტომ გვჭირდება ხალხმრავლობა, მაგრამ პროტესტის სული და სულისკვეთება ნარჩუნდება მაშინაც კი, როცა 50 კაცია, 50 აკაცუკიო ესენი იტყვიათ. არა, 50 აკაცუკი არ არის აქციაზე, 50 თავისუფლების ძველია, 50 ის მოქალაქეა, რომელიც თავისუფლებას იცავს და რასაც უნდა შეიგინონ, დაიგინონ, რაღაც დაგვემუქრონ, იბრძოლონ ჩვენს წინააღმდეგ, რაღაც რეპრესიებს მიმართონ და ასე შემდეგ. არაფერი გამოვუვათ, მაგრამ ახლა მე საბოლოო ჯამში ეს რაც ახლა კი ამბეთ, აქამდე რაც გითხარით, ხო ეს ყველაფერი მე 1000 ჯერა ბახტა თქვა, მე ბორის ჯონსონის თაობაზე არ გამიზიარებია ინფორმაცია, მაგრამ მაინც ახლა ერთ ადამიანზე უნდა გელაპარაკოთ თქვენის ნებართვით და გეტყვით რატომ უნდა გელაპარაკოთ ამ ადამიანზე. ეს ადამიანი არის ციხარიშვილი გიორგი. იცით ვინ არის ციხარიშვილი გიორგი? ბევრმა თქვენგან არ იცის, მე რიგით მაყურებლებზე ვლაპარაკობ. ეს კაცი არის პიროვნება, რომელიც ბოლო დრომდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე იყო. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს თანამდებობაზე იყო, ის იცავდა საქართველოს ევროატლანტიკურ
ინტერესებს და საქართველოს კონსტიტუციას შესაბამისად. ეს ციხარიშვილი გიორგი ახალგაზრდა კაცია, მე მას არ ვიცნობ, გულახდილად გეტყვით. თუმცა აქციებზე ერთხელ ორჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ, ბევრჯერ შემხვედრია. თუ გყავთ ვრცელი პოსტია, მე არ ჩაგიკითხავთ საფრანგეთში ყოფილი ელჩი ჩვენი გოჩა ჯავახიშვილი ფრენდებში გთხოვთ ნახოთ მისი პოსტი გიორგი ციხარიშვილზე. გიორგი ციხარიშვილი და რომც არ გყავდეთ გოჩა ჯავახიშვილი ფრენდებში, ხო, მას ღია აქვს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ეს მისი კედელი ეგრეთ წოდებული ვოლი და როგორც კი ნახავთ გოჩა ჯავახიშვილს აკრებთ, ხო, მყისიათ ნახავთ მის პოსტს გიორგი ციხარიშვილზე. გადავიდეთ ახლა გიორგი ციხარიშვილის გვერდზე და გიორგი ციხარიშვილთან და ციხარიშვილი ბევრ რაღაც საინტერესო ამბავს ავრცელებს. რა ქნა მოკლედ გიორგი ციხარიშვილმა? გიორგი ციხარიშვილმა გააკეთა ფანტასტიკური რამე. რაც არ გაუკეთებია აქციის, ხო, ბევრი სიმბოლო ყავს ჩვენ აქციისა, ბევრი სურათ-ხატი ყავს ხო ჩვენ აქციებისა, ხო? გიორგიმ გააკეთა შემდეგი რამ, მე ეს გავაზიარე, არ გამიზიარებია კი არა გავაზიარე, ნახეთ, აი ეს კადრი ნახეთ, ჯობია. აქ ყველაზე კარგად ჩანს გიორგი ციხარიშვილი გადაუდგა რუსული სანომრე ნიშნები რო ჰქონდა იმ მაღალი ალბათობით BMW-ა იმ მანქანას და ესე დადგა. ეს მანქანაც ეს არ კაცი დგას, ეს მანქანა თითქოს ეჯახება, თითქოს ცდილობს რომ ჩააჩოჩოს, რუსთაველის გამზირზე ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ გიორგი ციხარიშვილი ფეხს არ იცვლის. ცხადია, მანქანა მოერეოდა იდეაში ქვეითს, მაგრამ მოკლედ მანქანა ბოლოს მძღოლმა, რომელშიც ჩემი მეგობარი ხუმრობს, როგორც ამ ხუმრობაში არის სიმართლის ნასახი, რომ პაპუაშვილი და კობახიძე ისხდნენო, ბოლოს უკან დაიხია და შესაბამისად რაღაც მომატრიალა მანქანა და წავიდა რუსთაველის მიმართულების საპირისპირო რუსთაველის გამზირის საპირისპირო მიმართულებით. გიორგი ციხარიშვილი დაიჭირეს. კარგად მინდა აგიხსნათ, ხო? ნახეთ, აი იმის გამო რომ რუსთაველი გადაკეტა და რუსული სანომრე ნიშნებით, ანუ რუსული მანქანა შემოთრეული სადღაც მოსკოვიდან თუ პეტერბურგიდან თუ რამიშვილობა კლარსზე გადმოსული თუ ჩამოფრენილი არ გაატარა, მაგრამ აქ მარტო იმაზეც არ არის მნიშვნელობა, რომ რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა. ეს გასაგებია და ეს ანტირუსული აქტიც არის, ხო, ანტირუსეთული აქტიც არის. არა, ეს ამასაც მიაქციეთ ყოველდღე, მაგრამ ამიტომ არ ვლაპარაკობ მაინც და მაინც. ეს დიპლომატიკაცი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოსულია მაკა ბოჭურიშვილის პირობებში რამდენადაც ხვდებიან, როცა დანიშნეს ეს ბანდიტი ქალი საგარეო მინისტრად, მას შემდეგ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მას და მთლიანად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, წამოვიდა იმ დეპარტამენტიდან, რომელშიც ის მუშაობდა და ხო, ეხლა გია ჯაფარიძე წერს, რომ ეს დემონსტრანტების ქართველი დიპლომატი ციხარაა, ხო, ანუ გიორგი ციხარიშვილი დღეს ყოფილა ციხარას თხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდე კაი გამახსენე და კიდე კაი ჩავიკითხე გიას პოსტი ჯაფარიძისა. ხო, ჩემი მეგობარიაო ამბობს, მე არ ვიცნობ, კვლავ ვიმეორებ ამ კაცს და მისი დაბადების დღე ყოფილა ამ გიორგი ციხარიშვილისა და ეს ხა სწორედ დაბადების დღეზე დაიჭირა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამგვარ ადამიანებს რომ იჭერს, ხო, ეს კიდევ ერთი ამბავი, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის მხედველობაში პრობლემა აღქმაში უფრო ზუსტი რომ იყო პრობლემები აქვს. და ის დადასტურებელია ის იმისა, რომ მოდეს სასამართლო გაიმართება ივანიშვილი. ხო, ივანიშვილი იკითხავს, რომ კი, მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ჩემი საქართველო, ეს მათი სიმღერაც იყო, ხო, მათი ჰიტიც იყო. ხო, ჩემი საქართველო აქ არისო და სად არის მისი საქართველო? მის საქართველო არის მლიქვნელობაში. მის საქართველო არის ფსევდოპატრიოტიზმში. მის საქართველო არის აღებმიცემობაში, ნეპოტიზმში, კორუფციაში, ბანდიტიზმში, მაფიოზობანაში, რომელსაც ისინი თამაშობენ და ასე შემდეგ. მისი საქართველო არის საქართველოში ბევრი და მეტი რუსეთის მოქალაქის, ჩვეულებრივი მოქალაქის კი არა, სპეცაგენტის, სპეცსამსახურების თანამშრომლების შემოყვანაში და მათგან საქართველოს, მათი მხრიდან საქართველოს გაკონტროლებაში და ასე შემდეგ. საქართველოს დეინსტიტუციონალიზაციაში, საქართველოს სოფლად, ჭორბილად, ასე ვიტყვი, ქცევაში, გარდაქმნაში. ასეთი ყალბი სიმღერაზე დაფუძნებული, სიმღერის ყალბად მღერაზე დაფუძნებული, უფრო ზუსტი რომ იყო, რაღაცა
არარსებული ან არამნიშნულო უმნიშვნელო ტრადიციების წინ წამოწევაზე დაფუძნებული, მუდმივად წარსულ ვითომდიდებაზე ორიენტირებული არის მისი საქართველო, სადაც მას უმღერიან, მას თითირამბებს უძღვნიან, მას ლექსებს უძღვნიან, არასწორად ინტერპრეტირებენ ამისთვეობა ილიას, ვაჟას, რუსთაველს, ლაქტიონს და ასე შემდეგ, არასწორად არა მარტო ინტერპრეტირებენ, არამედ არასწორად ხსნიან ნებისმიერ რამეს, რუსთაველიდან ასე მაგალითად, ილიადან, ვაჟა-ფშაველადან ხსნიან, აი მაგალითად რაღაც სტუმარ მასპინძელზე რო ლაპარაკობენ, საერთოდ არ ახსენდებათ აღაზა, ასე მაგალითად და ახსენდებათ მხოლოდ ჯოყოლა და იმ ჯოყოლას ერთ ციტატასაც კი არასწორ კონტექსტში წარმოადგენენ, რა გააკეთა მერე ჯოყოლა ის აღარ ახსოვთ სუბოლოს ამავე პოემისა, ამავე და მისი ცხოვრებისა და გააკეთა აღაზა მისის არ ახსოვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ახსოვთ კი არა, არ იციან უბრალოდ, მარტო რომ არ ახსოვთ კი არა, უბრალოდ ეს სიტყვა არ ახსოვთ, არასწორი სიტყვა, ხო არ იციან უბრალოდ. და ზვიადა რომ რა გააკეთა და ასე შემდეგ. ეს ერთა, მე ხა იმიტომ კი არა, მე ვაჟა-ფშაველაზე რაღაც კონცენტრირდი და ვაჟა-ფშაველას ვახსენებ ფილმს, ფეხებზე კიდე ხა ისინი ვაჟა-ფშაველას გაიხსენებენ თუ არა, მაგრამ უბრალოდ მინდა ავხსნა, რომ ეს არის ყველაფერი ყალბცოდნაზე, ან არა, ზედაპირულ ცოდნაზე უკეთეს შემთხვევაში დაფუძნებული. აი, ეს არის ზვიადაური. სიქარიშვილი გიორგი. აი მე პირდაპირ ვამბობ, თანამედროვე ჩვენ ხო ახალი გმირების უნდა შევქმნათ და არა მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟები, არამედ პირები, რომლებიც ჩვენ სინამდვილეში გვაძლევენ მაგალითს. მარტო წარსულს კი არ უნდა მივტიროდეთ, ან წარსულობიკლად წარსულ დროებზე დარდი ხო, არამედ დღესაც და ახლაც უნდა იქნებოდნენ და იქნებიან კიდეც გმირები. აბა ანწუხელიძე ვინ არის დღეს და ახლა შექმნილი უკვე წარსულია, ხო, ოღონდ წარსულია, მაგრამ ახალი ანწუხელიძეები, რომლებიც შესწირავენ ამ ქვეყანას, სასაკვირველია უნდა გაჩნდნენ თუ ინტერვენტი შემოვა კიდევ ერთხელ. და ეს რუსულდომრიანი ბევრი ინტერვენტია, რომელსაც თეორიულად ვფსტვიკინებდე, შეეძლო გადაევლო ამ გიორგი ციქარიშვილისთვის და კაციშვილი რასაკვირველია ხმას არ გასცემდა, ისე გააპარებდნენ საქართველოსთან თბილისიდან, როგორც დაგიბარებიათ. კიდევ ერთ ადამიანზე ვიტყვით ქვერის ნებართვით, როგორ ადამიანებს ეპყრობა სუდად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, თუ არ ვწდები ეს პოსტია, მე მაინც ვნახავ. და კი, ესე იგი, ჯერ ფოტოს გაჩვენებთ თქვენის ნებართვით. ეს არის შალვა კოღუაშვილი, აი ეს არის ფოტო მისი. შალვა კოღუაშვილი. ის რამდენადაც მე ვიცი, ან უკვე გამოვიდა, ან გამოვა საპატიმროდან. არა, უფრო გამოვა, როგორც მე ვხვდები, იმიტომ რომ 2 დღის წინ აქვს დადებული ბათო სიმონიას ეს პოსტი, მასზე და ამ პოსტს თავიდან ბოლომდე ჩაგიკითხავთ, ანუ მე ხო გაჩვენეთ, მე ვილაპარაკი ირაკლი მოუგზე, სხვაებზე ლაპარაკის ცხადია, სხვაებზე ლაპარაკის ცხადია შემიძლია და ვილაპარაკია გიორგი ციქარიშვილზე. და იქ ფოტოც გაჩვენეთ, როგორ გადაეღობა. ეხლა უკვე ტექსტსაც გაგაცნობ დათო სიმონიასი შალვა კოღუაშვილზე. აი ამ კაცს. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცს. ესეც მოქმედი გმირია, ხო? მოქმედი ის პირია, რომელიც ამ რეჟიმს ეწინააღმდეგება, მაგრამ მარტო იმიტომ კი არ არის რაღაცა მაგარი კაცი ან გმირი, ან რაღაც მოკლედ სამაგალითო მოქალაქე, რომ ამ რეჟიმს ეწინააღმდეგება. ეს გავიგეთ და ბევრია ესეთი 500, 700, ბევრი მიდის საპატიმროში, ბევრი არ მიდის, ბევრი ტროტუარზე ამჯობინებს ყოფნას, რა პრობლემაა საბოლოო ჯამში მე არავის არ ვძრახავ და არც უნდა დავძრახოთ, გამოდით ხალხო რუსთაველზე დადექით თუნდაც ტროტუარზე, ესე შემიძლია ვთქვა. მაგრამ კოღუაშვილზე ვიტყვი შემდეგ. დათო სიმონია წერს. ეს შალვა კოღუაშვილია. გუშინ დაიჭირეს რუსთაველზე დგომისათვის. პოლიცია სახთან რომ მიადგა, არც რამის უარყოფა უცდია, არც თავის მართლება. 2 რამე ითხოვა მხოლოდ. ნახეთ, რას თხოვს? აწდაპატიმრებული შალვა კოღუაშვილი სამართალდამცავად წოდებულ პოლიციას, მილიციად გარდაქმნილ პოლიციას. ცოლის დაბადების დღეაო, მაცადეთ და ხვალ ჩაგვარდებით. არც აცადეს, არც ქურთუკი ჩამოატანინეს, სადაც მიგვყავხარ, იქ არ შეგცივდებაო ეს უთხრეს,
ჯერ სასამართლოში წაიყვანეს, ლელა საგარეიშვილმა 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ანუ მოსამართლეა ვინმე საგარეიშვილი, რომელიც პასუხს აგებს პერსონალურად და ყველა მოსამართლე აგებს და ყველა პროკურორი აგებს. აი ეს პირები, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიტყვიან, რომ ჩვენ აქციებზე ვიყავითო, დავდიოდითო და სასახლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ, იმიტომ რომ არ ჩაუდენიან დანაშაული, ისინი არ აგებენ პასუხს, მაგრამ ესენი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ ასწდებიან, სისხლის სამართლის დანაშაულს სჭადიან, სათანადოდ განმარტავენ დარწმუნებული ვარ, ადრე იქნება თუ გვიან იურისტები. მოკლედ, ვინ არის ახლა ეს შალვა ყოღუაშვილი? 9 წელზე მეტია ის საქართველოს წარსულს იკვლევს თურმე. მთელს ქვეყანაში და მის გარეთაც უამრავი ისტორიული ნაგებობა აქვს გადაღებული, აღწერილი, ნაფერები. ტაო კლარჯეთში 2000-ზე მეტი ქართული სოფელი. მე წარმოდგენა მინდა რომ გქონდეს დაახლოებით ამ კაც რა აქვს გაკეთებული. 2000-ზე მეტი ვერ ვიაზრებ. მე 2000 სოფელს სახელებს ვერ ვიტყვი. 200 სოფელი არ გამახსენდება ქვეყნის მასშტაბით. ამ კაცმა 2000-ზე მეტი ტაო კლარჯეთში მოინახულა და 1600-ზე მეტი ძეგლი, ისტორიული ძეგლი აღნუსხა. მანამდე მხოლოდ 450 იყო ცნობილი, ანუ 5-ჯერ მეტი აღნუსხა, წარმოიდგინეთ, რაც იყო 450 იყო, ვერ ვიაზრებ, გულახდილად გეტყვით, 450 ძეგლი იყო ცნობილი და 1600 ამ კაცმა აღნუსხა დამატებით. ისტორიულ კაცთან ქონია საქმე, ისტორიულ პერსონაჟთან, ოღონდ ის საპატიმროში. ის თეატრია საპატიმროში, არა მარტო იმიტომ რომ ყოღუაშვილი იმიტომ არ არის საპატიმროში, რომ პაპუაშვილმა მიიღო კანონი. ან რაღაც კობახიძე მოითხოვა, ან ბიძინა გაგიჟდა იქ სადღაც ავასტუმანში. არამედ იმიტომაც, რომ აი ეს ტიპები, ფსევდოპატრიოტები დადიან და სოფელ დადიან მათ შორის, ქალაქ დადიან მათ შორის და წარსულზე ლაპარაკობენ. ოდენ წარსულზე ლაპარაკობენ, ჩვენს წარსულ გმირებზე ლაპარაკობენ მაღალ ფარდოვნად. კიდევ ნიკრიბებიან სადღაც ბღერიან, ცეკვავენ, ტაშფანდურობენ, ტრულაილას ფული რად უნდა ამასაც ბღერიან და შედარებით სერიოზულ რაღაცებსაც ბღერიან, განა არა, რაღაც კონცერტებს მართავენ, რაღაც საღამოებს მართავენ, რაღაც კეიფებს ესწრებიან და ასე შემდეგ. მე აქაური მედია ამ ყველაფერს აჩვენებს, რაღაცას აპრავებს, აქაური მედია წოდებული, ასე მაგალითად იმედი და ასე შემდეგ. აი ამიტომ არის ეს კაცი, რომელმაც 1600-ზე მეტი ძეგლი აღნუსხა, 450 იყო აღნუსხული და 2000-ზე მეტი ქართული სოფელი ტაო კლარჯეთში შემოიარა. მანახეთ ქართული ოცნების რომელიმე მომხრე 30 წუთი გახდება მალე, ვინც ამას აკეთებს. მაგრამ ხო, დადიოდ ამასთან მეუღლესთან, ანუ იმ მეუღლესთან ერთად, რომლის დაბადების დღეც ყოფილა. ანუ ჩვენ ხო ვიცით წინა ამბავი, რომ გავიხსენოთ, რომ საკუთარ დაბადების დღეზე დაიჭირეს ერთი პატიმარი და ეხლა მეუღლის დაბადების დღეზე დაუჭერიათ ეს შალვა ყოღუაშვილი. ტაომდე თუ შესწავლობდა 4 წელი ნუსხებსთან ერთად, მე სამცხე ჯავახეთსაც ყველაფერი წიგნებად გამოსცა, ან აპირებს თავის ჯგუფთან ერთად. ბოლოს მესხეთის მემკვიდრეობაზე დამეჭდა ნაშრომი მცირე ტირაჟით 65 ცალი. თუ მოგინდებათ ყიდვა მომწერეთო, წერს თავის მხრივ დათო სიმონია. თუ მოგინდებათ ყიდვა მომწერეთ, შეიძლება შევძლო დახმარება და ეგრე შაკურსთვის მადლობას გადახდა. ვინც უფრო მხურვალე მადლობას უხდიდა, ის ვინც უფრო მხურვალე მადლობას უნდა უხდიდეს, ისინი იჭერენ სწორედ, όσο წერს დათო სიმონია. მანამდე ასეთი ძვირფასი ადამიანებისთვის გააძახებინებენ ხან უსამშობლოს, ანუ ამას ეძახიან მართლაც უწოდებენ უსამშობლოს და სხვა გაუგებარ სიტყვებს. და მძარცველები მყავს, მეორიო საქართველოს მძარცველებს ვარჩენთ, უკაცრავად ასე ამბობს დათო სიმონია, საქართველოს ზრუნველებს კი ვიჭერთო. ასე არ არის? ასეა. ორი მაგალითი დაგისახელეთ, ორივე მაგალითი არის სწორი მაგალითი, სწორ ადამიანებზე მაგალითი. აქ იგითხარით, რომ ერთი მაგალითი არის კაცზე, რომელსაც ქვია წიხარიშვილი გიორგი. მე კიდევ ერთხელ გოჩა ჯავახიშვილის
პოსტის, ვრცელი პოსტის საკითხვას გირჩევთ, მე წავიკითხავ ბოლო ნაწილს თქვენის ნებართვით. და ბატონი გოჩა წერს, დიახ, მე ვადანაშაულებ ერის მოაზროვნე ელიტის გულგრილობას, ყველას დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვენში ჩამჯდარი გაყურსვა, მზერის აცილება, ეს ჩემი პრობლემა არ არის, თქმის ჩვევად ქცევა. საკუთარი უმწეობა მტანჯავსო წერს ბატონი გოჩა, გამბედაობა სხვათა საქმე გახდა, სხვებს ვიმეტებთ თავგანწირვისთვის. ასე შემდეგ, მე ვადანაშაულებ ახალგაზრდობისადმი ზიზღს იმ ქართველი ახალგაზრდებისადმი, ვინც თავისუფლებაზე, ევროპაზე, ღირსებაზე ოცნებობს, ვისაც ეს ევროპული ღირებულებები კბილებით უჭირავს პროტესტითა და შეუპოვრობით და ასე შემდეგ. მე ვადანაშაულებ მორალურ დანებებას, ხშირად ამბობენ, ასეა საქმე, ჩვენ ვერაფერს ვიზამ, თუ არა, არაფერია გარდაუვალი, არც კორუფცია, არც შიში და არც უსამართლობა. ისინი მხოლოდ მაშინ გადარჩებიან, როცა სინდისი დადუმებულია. ასე შემდეგ, ვრცელი პოსტია გიგითხარით და ეს შუა ნაწილი იყო მაინც 30 წუთს გადავცდით. ზოლა, ემილ ზოლაზია საუბარი, იტყოდა, დამოუკიდებლობა არ არის დიპლომატიური პოზიცია, ეს არის მორალური პასუხისმგებლობა. და ბატონი გოჩა ამბობს, რომ მე მჯერა თავისუფალი და სამართლიანი და ევროპული საქართველოსიო, მე კიდე ბოლოშკენ ჩავდივარ, ესეც შუაშია. და ნახეთ რა წეს ბატონი გოჩა, მგონია რომ დღეს ევროპელობაში გაჯიუტებული ქართველი გოგო ბიჭები ევროპისათვის ღირებულებების სამაგალითო ერთგულებისა და შეუპოვრობის ლამაზ მაგალითს აჩვენებენ. კბილებით უჭირავთ ევროპა რუსთაველის გამზირზე. დიახ, აქ გვაქვს ჩვენ ევროპა. მე დავამატებდი და ვიტყოდი ასე თუნებას მოგცემთ, რომ ჩვენ აქ გვაქვს არა მარტო ევროპა, აქ გვაქვს საქართველო. საქართველო ევროპაში, ან საქართველო თავისუფალი, თუნდაც ასე ვიტყვი. ევროპა უნდა დაინახოს, როგორი იყოს თავად, რომ შეძლოს წელში გაიმართოს და გადარჩეს. და პოსტსკრიპტუმია ბატონი გოჩასი, მოხუც დედასთან ვარ საოკუპაციო ზოლთან, ჩემს სოფელში, ფლავისმანში. აივნიდან ვუყურებ, როგორ მუხლუხოებივით მიიზლაზნებიან ოკუპანტის სატვირთო სამხედრო მანქანები იმ მთებზე, სადაც ბავშვობაში ძროხას ვავალახებდი. ან თხილის საკრეფად მივდიოდი, ან მთავარანგელოზობას იკორთის ტაძართან და ვესწრებოდი, მოკლე იკორთის ტაძართან ვესწრებოდი, მოკლე გზებით. ეს არის ბატონი, მე არ დამილაიქებიათ, რომ მე და ახლა დავალაიქებ. ბატონი გოჩას ტექსტი. იმოდიშებთ, ცოტა გაციებული რომ ვარ ამისათვის და 32 წუთია რომ შეგაწყინეთ ამისთვისაც, იმოდიშებთ, ცხადია. ნახვამდის.